ბატონო ელგუჯა, როდის მიიღებს რაიონის მოსახლეობა გაზს, ბუნებრივ გაზს და რა დანადგარების ჩართვა შეუძლიათ მათ? მოსახლეობა ბუნებრივ გაზს მიიღებს 24-ში კვირა დღეს 16 საათიდან 18 საათამდე და მხოლოდ შეიძლება იმ დანადგარების ჩართვა, რაზეც არის ხელშეკრულება გაფორმებული. ხელშეკრულება გაფორმებული არის გაზღვარაზე და აბანოზე. მისი ღირებულობა არის თვეში 12 ლარი. ჩვენ მივიცეთ მათ მოსახლეობას 10 დღის ვადით. 10 დღის ვადაში მან უნდა გადაიხადოს მესამედი, ესე იგი 4 ლარი. და მხოლოდ არ უნდა იყოს მოსახლეობა წინააღმდეგი იმ შემთხვევაში თუ ჩვენი კასატორი რომ მივა დაუყოვნებლივ გადაუხადოს ის ფული, რომ დროზე მოახდინოთ მისი ანგარიშწორება შაქრის კომბინატთან და მომავალში კიდევ თუ დროზე კარგად იქნება გადაახდელები და დროზე აიკრება ის თანხები, შემდეგ კიდევ გავაგრძელებთ 10 დღის ვადით კიდევ. ეს ლაპარაკია იმ ოჯახებზე, რომლებთანაც გაფორმებული გაქვთ თქვენ ხელშეკრულება. დიახ, იმ ოჯახებზე, ვინცაც არის გაფორმებული 960 ოჯახზე ჩვენ გაფორმებული ხელშეკრულება. ხელშეკრულებაში წერია, რაზე უნდა გამოიხმაროს გაზი, მხოლოდ და მხოლოდ გაზქვրա და აბანოზე შეიძლება გაზქვრის გაზის გამოყენება. სხვა წინააღმდეგ შემთხვევაში თუ მოხდა დარღვევა ხელშეკრულებაში, რაც ჩვენ გვაქვს გაფორმებული ამ დანადგარებისა და მოხდა სხვა დანადგარების ჩართვა, ჩვენ გვიწერია ხელშეკრულებაში, რომ დღიდან ახსნის საპლომბისა დაჯარიმდება განსაზღვრული თანხით და 10% კიდე დაემატება და გადავწევთ პროკურატურას. ახლა ასეთი შეკითხვა, მიიღებს თუ არა ბუნებრივ გაზს მრავალსართულიანი ბინების მცხოვრებნი? იმ შემთხვევაში თუ ტექნიკურად გამართული იქნება ეს მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები, აუცილებელია რომ ყველა საერთაბაზოს გაიშინჯოს ყველა ოჯახი, რომ შეიძლება ამ ხნის განმავლობაში გაზი ვინაიდან არ იყოს, შეიძლება დანადგარი მოხსნილია, ან კიდევ კრანი აღია, ყველა უნდა შევამოწმოთ, რომ თავის ადგილზე იყოს ამ დანადგარი, კრანი იყოს დაკეტილი, რომ ტექნიკურად გამართული იყოს, რომ გაზის გაშვებაში ჩვენ ხელი არ შეგვაშალოს. ამ შემთხვევაში ჩვენ პატევის მიხედვით თუ იქნება სადაროზე მიხედვით თუ იქნება ის პიროვნები, ვინც აიღებენ თავის თავზე და ხელშეკრულებას გაფორმებენ და პასუხობილი იქნებიან, რომ იმათგან თანხები ჩვენ ამოვიღოთ. ესე იგი შესაძლებელია, რომ ცალკეულ სადარბაზოებში ჩაირთოს გაზი თუ კი მათთან მოხდება ხელშეკრულების დადება. კი, შესაძლებელია, რომ ცალკე პატეზდებში მოახდინოთ ჩვენ ცალკე სადარბაზოში მოახდინოთ გაზის გაშვება. თანაც სადარბაზოს სადაც არ უნდათ, ვისაც არ უნდათ, იქ დავპლომბავთ, დავლუქანთ, გადავკეტანთ კრანებს და ამის შემთხვევაში მოხდება მისი გაზის გაშვება. ერთი რამეს ვაუწყოთ მოსახლეობას, იმ 10 დღის ვადაში, როცა გაეშვება ბუნებრივი გაზი, ეს უნდა იქნას აკრეფილი ამ 10 დღის გადასახადი 4 ლარი და მომდევნო 10 დღისაც იმავე დროს უნდა იყოს აკრეფილი თუ საკმარისია მარტო იმ 10 დღის აკრეფილი. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ 10 დღის ვადით რომელსაც ჩვენ უშვებთ 4 ლარი უნდა გადაიხადოთ და შემდეგში კიდე თუ გავაგზავნებთ ჩვენ კიდე გაზის მიწოდება და ნორმალურად ამოვიღებთ თანხები, შემდეგში კიდე მე 10 დღეს როცა გავუშვებთ 10 დღის შემდეგ კიდე ამოვიღებთ 4 ლარს კიდე გადავახდელოთ მოსახლეობას. წინ და წინ არ გამოხდება გადახდა. ესე იგი როცა უკვე დამთავრდება 10 დღე, შემდეგში კიდე რო გავუშვებთ 10 დღეს, მე კიდე გადავახდენოთ 4 ლარს. ამ დიდ შრომატევად საქმეში თუ ეყოფა თქვენს დაწესებულებას თანამშრომლები, თუ ყავთ იმ რაოდენობით, რომ შეფერხების გარეშე ამ 960 ოჯახში მივიდნენ და აკრიფონ გადასახადი, თუ გეხმარებათ კიდევ ვინმე? ჩვენ ის თანამშრომლები, ვისაც ეხება ბუნებრივი გაზის აკრება, ყავს ნორმალურად, რომელიც ამ დღეს ჩვენ ამოვიღოთ ეს თანხები და კიდევ დამატებითი ჩვენ გამოვიძახეთ მიწისქვრივი გასადენები, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა შემთხვევა მოხდეს და ამას ამ ხალხსაც დავახმართ და ამოიღებენ ამ თანხებს ამოიღებენ. ესე იგი საკმარისი ყავს ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ თანხის ამოღებას. ეს სიტყვით თქვენ მთლიანად მზად ახართ მთელი აღჭურვილებით, რომ მოსახლეობაში გაუშვათ ბუნებრივი გაზი. დიახ, ჩვენ მთლიანად მობილიზებული ვყავს ყველა ორგანიზაციის თანამშრომლები, რომ ჩვენ გავუშვათ მოსახლეობაში გაზი. საახალწლოებად იქნება ეს მოსახლეობისთვის მგონი კმაყოფილებასაც გამოსთქვამი, რომ საახალწლოდ ბუნებრივი გაზი ექნება ამ ხნის განმავლობაში ვარ ყოფილა დიდი სიხარული შევიტანთ ჩვენ მოსახლეობაში და წინათ მეულოცა მე 10-მდე 96 წელს. და ბოლოს ერთი ასეთი შეკითხვა. დაბა აგარა თუ მიიღებს ბუნებრივ გაზს? დაბა აგარა მიიღებს ბუნებრივ გაზს მომავალი წლიდან, როცა უკვე ჩვენ მოვრჩევით ქარელის გაშვებას, პარალელურად მე აგარაში ვიმუშავებს ჩვენი კასატორები, ჩვენი ხალხი, ვინაიდან იმათაც გაბორდეს ხელშეკრულება, ნორმალური ხელშეკრულება, შემოიაროს ყველა მოსახლე, დაუდოთ ხელშეკრულება თითოეულ ოჯახზე და მასთანაც ეგრე იქნება, ყველა დღეში იქნება გადახდა ამ ღირებულობისა 4 ლარის რუცუდანობით.
მე თვითონ აგარაში ვცხოვრობ, მაგრამ ჯერჯერობით მე მინდა ჯერ ქარელი დავაკმაყოფილო, ვინაიდან მომზადებული გვაქვს ჩვენ ძალიან დიდ ხანს მუშაობდით ქარელში ამ საქმეზე და